Alhamdulillah, wassalatu wassalamu ala rasulillah. Მოგესალმებით ყველას. Allahis rahmeti, მისი წყალობა და მფარველობა არ მოხლებოდეთ. ეს არის ხუთშაბათი და ეს წავიკითხავთ ჰადისებს, რომლებიც გვასწავლის ჯუმა დღის მადლს, ჯუმა დღის მადლიანობას. ხვალ ჯუმა არის და ინშალლაჰ გავითვალისწინოთ შესაბამისად მოვემსახუროთ არა მარტო ხვალინდელ, არამედ სხვა ჯუმა დღეებსაც. ჯუმა არის პარასკევი დღე. სიტყვა ჯუმა ნიშნავს შეკრებას. დღეს, რომელიც ხალხს კრიბავს, ხალხს ერთად თავს უყრის. ჯამეც ამ ფუძიდან არის. ჯამე არის თავშეყრის ადგილი, სადაც ლოცველები იკრიბებიან. ჯამე ამას ნიშნავს. და ასევე ქართულშიც დამკვიდრებული მათემატიკური ტერმინი ჯამიც აქედან არის, ანუ შენაკრების ჯამი. იგივე ფუძიდან მოდის. და ნახოთ ახლა შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ რა გვასწავლა ჯუმა დღის მადლთან დაკავშირებით. ან აბი ჰურეირა რადიალლაჰუ ანჰუ ყალა. პირველ ჰადისს გადმოგცემს აბუ ჰურეირა, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله შუამავალმა თქვა من توضأ ვინც აბდესი აიღოს فأحسن الوضوء და ეს აბდესი სრულყოფილად აიღოს მას არაფერი მიაკლოს ზედმიწევნით შეასრულოს ყველაფერი მისი წესები ფარძები სუნნეტები და მუსტეჰაბები ყველაფერი უნაკლოდ შეასრულოს ثم أتى الجمعة შემდგომ წავიდეს ჯუმაზე فاستمع وانصت موسمنا და გაჩუმდა. ნუ მოსმენაში იგულისხმება ხუტბას მოусმინა. იმამი როდესაც ხუტბას იკითხავს. غفر له ما بينه وبين الجمعة ამ ადამიანს ეპატიება ის შეცდომები, რომლებიც გასული ჯუმიდან ამ ჯუმამდე ჩაუდენია. وزيادة ثلاثة أيام და ამას დაემატება კიდევ 3 დღე. წინა ჯუმიდან ამ ჯუმამდე თუ არის 7 დღე, ამას დამატებით კიდევ 3 დღე, გამოდის ჯამში 10 დღის შეცდომები ეპატიება. ومن مس الحصى فقد لغى ხოლო ვინც ქვიშით, კენჭებით გაერთო და ითამაშა, იმან ფუჭად გაატარა ეს დღე, ეს ძვირფასი დროის მონაკვეთი. რა მომენტშიც შეეძლო მას ალლაჰისგან თავისი შეცდომებით, თავისი ცოდვებით პატიება მოეპოვებინა, ეს შანსი ხელიდან გაუშვა და დაკარგა მან. ტყუილად ჩაიარა მისთვის ამ შანსმა. კენჭებში და ქვიშაში რა იგულისხმება? შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის დროს მეჩეთი არ იყო ისეთნაირად მოწყობილი, როგორც დღეს არის. ისინი ასეთ სუფთა და თბილ, რბილ ხალიჩებზე არ ლოცულობდნენ. მაშინ ქვიშაზე ლოცულობდნენ. მაშინდელი საშუალება მხოლოდ ამას ყოფნიდა და იმიტომ. და ზოგიერთები დამძდარი, როდესაც იმამი ხუტბას კითხულობდა, იმამის მოსმენის ნაცვლად ამ ქვიშაში თამაშობდა. შუამავალ ალეიჰისალათუ ვასალამმა სწორედ ეს იგულისხმა, რომ ვინც ქვიშაში ითამაშა იმამზე მოსმენის ნაცვლად, მან ეს ძვირფასი დროის მონაკვეთი ტყუილად ფუჭად გაატარა. დღეს ჩვენ კეთილმოწყობილ მეჩეთებში ვლოცულობთ თბილ და რბილ ნოხებზე, მაგრამ პროვარეს აკეთებენ ზოგიერთები სამწუხაროდ. ტელეფონით თამაშობენ. გვერდით ყოფებს ესაუბრებიან და ამგვარად ფუჭად ატარებენ ამ ძვირფას დროის მონაკვეთს, რომელშიც მათ შეუძლიათ ალლაჰისგან თავიანთი შეცდომებისა და ცოდვების პატიება მოიპოვონ. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ მათ მისცეთ ამის გააზრება და დატოვონ ეს საქციელი, მიატოვონ ეს საქციელი და ჯუმას მოემსახურონ ისე, როგორც შუამავალ ალეიჰისალათუ ვასალამი გვასწავლის. კიდევ მომდევნო ჰადისი, ეს ჰადისი იყო იმამ მუსლიმის საჰიჰ ჰადისთან კრებულში გადმოცემული. მომდევნო ჰადისი ან აბი აიუბ ალ-ანსარი რადიალლაჰუ ანჰუ ყალა. აბუ აიუბ ალ-ანსარი გადმოგცემს. سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول მე გავიგონე ალლაჰის შუამავალი ამბობდა من اغتسل يوم الجمعة وينس جمعة დღეს იბანავა ومس من طيب
იმ კანა ინდაჰუ თუკი სუნამო აქვს მას, სუნამო მოეპოვება, თუკი ამბობს შუამავალი ალეისალათუ ვასალამი, იმ დროს ადვილი საშოვნელი არ იყო. ყველას არ ქონდა მის საშუალება. თუკი აქვს აისმებს, იცხებს ამ ლამაზი სუნის, კარგი სუნის, სასიამოვნო სუნის მქონე სუნამოს, ველებისე მინ აჰსანი თიაბიჰი და ჩაიცმევს ყველაზე კარგ სამოს, ყველაზე კარგი გამოსასვლელი ტანსაცმელი რაც აქვს, იმით შეიმოსება, თუმმა ხარაჯა ჰატა იატილ მასჯიდ და შემდგომ სახელიდან გავა და მეჩეთში წავა. ფაერკა ინ ბედა ლეჰუ ولم يؤذي احدا და თუ როდესაც მეჩეთში მივა, თუ კი ადრე მივიდა და დრო არის ამისთვის ორ მუხლ ნამაზ ილოცებს, ორ მუხლს ნამაზ შეასრულებს და აქ ყოფნისას არავის შეაწუხებს. არავის შეაწუხებს. შეწუხება შეიძლება იყოს საფში მყოფისა, მჯდომარეს შეწუხება შეიძლება იყოს, ან შეწუხება შეიძლება იყოს შენ საუბრობ და გვერდით ყოფს ვაიზის მოსმენის საშუალებას არ აძლევ, ხელს უშლი რომ მოусმინე. ამითაც შეიძლება შეაწუხო გვერდით ყოფი. ამიტომ ყველანაირი ისეთი საქციელით, რაც მეჩეთში მყოფს შეაწუხებს, უნდა შევიკავოთ თავი. ასევე შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანებს ერთ-ერთ ჰადისში, რომ ვინც ნიორი ხახვი და მსგავსი მძაფრი სუნის მქონე რამე მიირთვა, მან ჩვენ სამლოცველოს არ მოუახლოვდეს. რადგანაც ამით იქ მლოცველები წუხდებიან მძაფრი სუნის, ამითაც არ უნდა შევაწუხოთ. და ნიორი და ხახვი და ასეთი საჭმელები, რომლებსაც მძაფრი სუნი აქვს, ჰალალი პროდუქტია. ჰალალია უბრალოდ სუნი აქვს უსიამოვნო და მეჩეთში წასვლის წინ ადამიანმა ეს უნდა გაითვალისწინოს და არ უნდა მიირთვას მაინდამაინც მაშინ ასეთი საჭმელები. მაგრამ ადამიანმა შეიძლება სხვა რამითაც შეაწუხოს მეჩეთში მყოფი, სიგარეტის სუნით. ამას მხოლოდ ის ადამიანები მიხვდებიან, ვინც არ ეწევიან, არამწეველებმა იციან რაოდენ შემაწუხებელია მწეველი ადამიანისგან მომავალი სიგარეტის სუნი. შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა ჰალალზე თქვა, ჰალალ ბოსტნეულზე თქვა, რომ ამას მძაფრი სუნი აქვს და თუ ამას მიირთვეთ, მაშინ მეჩეთში არ შემოხვიდეთ იმ მომენტში. და ჰარამზე თქვენ წარმოიდგინეთ ეს რომ შუამავლის დროს ყოფილიყო, რას იტყოდა? ჰარამზე, რომელიც რომ ჰარამს ეწევა არანაირ სარგებელს არ აძლევს მის ხელს პირიქით მავნებელია და ამის მძაფრი სუნით ირგვლივ მყოფებს აწუხებს. ამიტომ, როდესაც შუამავალი ალეისალათუ ვასალამი ბრძანებს რომ წავიდა მეჩეთში, ორი მუხლი ილოცა, იმამს მოусმინა და არავინ შეაწუხა, არ შეწუხებაში ეს საკითხებიც უნდა ჩავთვალოთ და გავითვალისწინოთ. და არ უნდა შევაწუხოთ. სუმმა ანსათა შემდგომ გაჩუმდა وإذا خرج إمامه حتى يصلي كانت كفارة لما بينها وبين الجمعة الأخرى და მან გაჩუმდა, რამდენ ხანს გაჩუმდა, სანამ იმამმა ხუთბა არ დაასრულა და ლოცვა ნამაზი არ შესრულდა. მანამდე დუმილი სიჩუმე შეინარჩუნა. ეს ჯუმა, ასეთი ნალოცი ჯუმა წინა ჯუმასა და ამ ჯუმას შორის, ამ ერთი კვირის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების პატიების მიზეზი გახდება უბრძანებს შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ესე იგი მარტო ჯუმაზე მისვლა, ჯუმაზე დასწრებას ვამბობ. იმიტომ რომ ზოგი ჯუმაზე მიდის და ლოცვილობს, ზოგი მიდის და ესწრება. ვინც მიდის, გაჩუმდება, ხუთბას მოусმენს, ხუთბა ჯუმის ფარძებიდან ერთ-ერთია. ხუთბას მოусმენს, ნამაზს წესიერად ილოცებს, შეასრულებს, იმან ჯუმა ილოცა. ვინც მოვიდა, ხუთბის დროს ტელეფონით ითამაშა, გვერდზე მყოფ ესაუბრა, წესიერად რაფეც ნამაზ შეეფერება, ისეთი სამოსით არ არის შემოსილი, ზოგს წელი უჩანს, ზოგს მუხლები უჩანს, ზოგის სამოსი სხვადასხვა ისლამისთვის შეუფერებელი ნახატებით არის მორთული. არც ნამაზი ილოცა წესიერად, გვერდზე მყოფი შეაწუხა ან თავისი საუბრით, ან მჯდომარეს თავგისერზე გადაახდა, ან ლოცველს წინ გაუარა, ან მძაფრი სუნით. ეს სუნი შეიძლება იყოს ოფლის, შეიძლება იყოს სიგარეტის, შეიძლება იყოს ფეხის, შეიძლება იყოს იმ მძაფრი ბოსტნეულის და ასე შემდეგ. ან ტელეფონს ხმა არ დაუწია და შუა ლოცვაში დარეკა და მლოცველები შეაწუხა, ანუ შეწუხების ბევრნაირი საშუალება არსებობს. ესენი არ გაითვალისწინა. მაშინ იმან ჯუმას დაესწრა. მხოლოდ დაესწრა, კი არ ილოცა. ეს
ვისთვის ყოფილა ეს პატიების ერთი კვირის ცოდვის პატიების მიზეზი, რომელმაც დილას ადგა, იბანავა. ნახეთ შუამავალი სათუსლამა იბანავა, აბდესი ლამაზად აიღო. ანუ გასუფთავდა რომ თავისი სუნით ვინმე არ შეაწუხოს. თავი შეიკავა სიგარეტის მოწევისგან, მძაფრის სუნის მქონე საჭმელის ჭამისგან, მივიდა, ორი მუხლი ილოცა, დაჯდა, მოусმინა, არავინ არ შეაწუხა. ამისთვის ეს ჰადისი, ამ ჰადისში სწორედ ეს პირობებია ჩამოთვლილი, რა შემთხვევაშია პატიება. მარტო დასწრების ჯუმაზე დასწრების შემთხვევაში არ არის ეს პატიება. ეს პატიება არის ამ პირობების დაცვის შემთხვევაში. თუმცა ზოგს ეპატიება, ზოგს ცოდვაზე ცოდვა დაემატება, თუ კი ამ ჩამოთვლილებს არცეც არ გაითვალისწინებს ადამიანი, იქ მლოცველს შეაწუხებს, ხუთბის დროს ისაუბრებს, ის პატიებას კი არ მოიპოვებს. ცოდვა რაც ჰქონდა, იმაზე კიდევ რამდენიმე ცოდვას დაიმატებს. ეს უნდა გავითვალისწინოთ მუსლიმებო. ამაზე სულ საუბრობთ, ამას მე პირველად არ ვამბობ. ამას ყველა ხოჯა საუბრობს ამაზე ჯამეში. და არ არსებობს ისეთი ვინმე, ვინც ჯუმაზე მოდის მეჩეთში და არ იცოდეს რომ ხუთბის დროს უნდა გაჩუმდეს და იმამს მოусმინოს. არ არსებობს ისეთი მეჩეთში მომსვლელი, ვინც არ იცოდეს რომ მეჩეთში რომ მოვა ტელეფონი უნდა გათიშოს და არავინ შეაწუხოს. მაგრამ აბა დააკვირდით რამდენი ასრულებს ამას. ყველა მიცის, მაგრამ არავინ არ ასრულებს. ეს უფრო მეტად აორმაგებს ჩვენს პასუხისგებლობას და ჩვენს ცოდვებს. გავითვალისწინოთ, ვასწავლოთ. შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთ-ერთ ჰადისში ბრძანებს რომ გვერდზე მყოფი რომ საუბრობდეს და უთხრა გაჩუმდი იმამს მოусმინეო, ესეც ფუჭის აქციელიაო შუამავალმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. იმდენად გაფაციცებით და მთელი გულის ყურით უნდა უსმენდეს ლოცველი ხუთბას, რომ გვერდზე მყოფისთვის გაჩუმდის თქმისთვისაც კი არ უნდა ეცალოს. ამისთვის დასაკარგი დროც არ უნდა კონდეს მას. გავაგრძელოთ. ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ აჰმედის მუსნედში. გავაგრძელოთ. عن سلمان الفارسي رضي الله عنه قال سلمان بن فارسي გადმოცემს. قال النبي صلى الله عليه وسلم الله شوما والمتقوى لا يغتسل رجل يوم الجمعة ويتطهر ما استطاع من الطهور. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც დილით ადგეს ჯუმა დღეს, იბანაოს, რამდენსაც შეძლებს მის ხელთ არსებული საშუალებები, რამდენის ნებასაც მისცემს, იმდენად გასუფთავდება და განიწმინდება. ويدهن من دهنه أو يمس من طيب بيته. და შემდგომ კარგ სუნამოს იცხებს. ثم يخرج فلا يفرق بين اثنين. შემდგომ წავა სახლიდან, მივა მეჩეთში და ორ ადამიანს ერთმანეთიდან არ გაყოფს. აქ შეიძლება ერთი თავისი საუბრით ორი ადამიანი ერთმანეთს გადაჰკიდოს. ესე შეიძლება იგულისხმებოდეს, რადგანაც ზოგადი ფორმით არის შუამავლის სიტყვები ნათქვამი, ან კიდევ მეჩეთში საფში მყოფ ორ ადამიანს შორის შენ იქით გაიწიე, შენ აქეთ გამოიწიე და შუაში შემაწუხებლად რომ ჩაჯდეს. რა თქმა უნდა, ეს აქ საუბარი არის რაზე? როდესაც პირველი მიმსვლელებმა მივიდნენ და პირველი საფი შეავსეს. ვიღაც მოვიდა დაგვიანებით, პირველი საფი შევსებულია, ადგილი აღარ არის, მაგრამ მას უნდა რომ პირველ საფში ლოცვის მადლი მოიპოვოს და ამიტომ მიდის და იქეთ-აქეთ წევს ხალხს რომ ჩაჯდეს. არ არის ადგილი, მაგრამ მაინც უნდა ჩაჯდეს. ესეც შეწუხება არის და შუამავლის საწუხებაც ორი არ გახყოფს. თუმცა სამწუხაროდ დღეს პირიქით არის მდგომარეობა, საფებში ძალიან დიდი სიცარიელებს ტოვებთ და გადასვლა შევსება ეზარებათ ადამიანებს. ამაზე არ არის ნათქვამი, თუ იქ სიცარიელი არის, რა თქმა უნდა, უნდა გადავიდეთ და შევავსოთ. და ეს არ უნდა ვქნათ მიზეზად, რომ შუამავალმა თქვა, რომ ორ ადამიანს შორის არ ჩაჯდეთო და ამიტომ მე არ გავყოფ იმ ორ ადამიანს და იქ არ ჩავჯდებიო. ამ შინაარსით, რა თქმა უნდა, არ უნდა ავიღოთ ეს ჰადისი. ثم يصلى ما كتب له. შემდგომ ილოცებს რამდენიც მისთვის დაწერილია ალლაჰისგან. ან რამდენსაც მოასწრებს. ثم ينصت. აქ საუბარი არის ჯუმაზე, როდესაც ადრე მიდის ადამიანი და ჯუმის მოსვლამდე სუნნეს ნაფილეს ლოცვებს. იმიტომ არის ნათქვამი, რომ ალლაჰმა რამდენიც დაუწერა. ზოგი ადრე მივა, ბევრი ლოცვას მოასწრებს, ზოგი გვიან მივა, ორი მუხლის მეტი ლოცვას ვერ მოასწრებს, ან შეიძლება ერთ-ერთი ვერი ლოცვას და პირდაპირ ჯუმით დაიწყებს. შემდგომ გაჩუმდება.
იზა თეკელემელ იმამუ, როდესაც იმამი დაიწყებს ხუტბის კითხვას, ანუ საუბარს. ილა ღუფირე ლეჰუ ბეინეჰუ ვე ბეინელ ჯუმათილ უხრა. არა, ანუ თავიდან როგორ დაიწყო შუამავალმა ჰადისის წარმოთქმა, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც ჯუმას დღეს ადგება, იბანავებს, მეჩეთში წავა, ილოცებს, გაჩუმდება, რომ მას წინა ჯუმასა და ამ ჯუმას შორის არსებული შეცდომები არ ეპატიოს. حديثي გადმოცემულია იმამი ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულში. عن أبي هريرة رضي الله عنه قال دا إسو أبو هريرة გადმოგცემს قال رسول الله صلى الله عليه وسلم في الجمعة من الجمعة جمعة დღეთაგან ერთ-ერთ ჯუმაზე შუამავალმა ასეთნაირად თქვა معاشر المسلمين مسلمებო مسلمო საზოგადოებაო إن هذا يوم جعله الله لكم عيدا უეჭველად ალლაჰმა ეს დღე თქვენთვის ბაირამად დღესასწაულად დააწესა. فاغتسلوا маш ამ დღეს თქვენ იბანავეთ. ანუ ბანაობა განსაკუთრებულ მომზადებას ნიშნავს. ანუ განსაკუთრებულად მოემზადეთ ამ დღისთვის. وعليكم بالسواك და ასევე გამოიყენეთ მისვაკი. ანუ კბილები გაიწმინდეთ. თუ მისვაკის ხელმისაწვდომობა არ არის, ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით კბილი გაიწმინდეთ. წინა ჰადისებში საუბარი იყო რომ თქვენი პირიდან ანუ ამომავალი უსიამოვნო სუნით ეს იქნება ძაფრის სუნის მქონე ოსტნეულით გამოწვეული თუ სიგარეტით თუ სხვა რამით მნიშვნელობა არ აქვს. ამით იქ ყოფები არ შეაწუხოთ. გაფრთხილება წინა ჰადისებში იყო. ამ ჰადისში გვეუბნება რომ მისვაკი გამოიყენეთ, ანუ რას ნიშნავს რომ არ შეაწუხო და ამისთვის ყურადღება, ანუ უფრო მეტი გულმოდგინება გამოიჩინო, კბილები გაიცოთქე და ისე წადი ჯუმაზე. მოკლედ ამის თქმა უნდა შუამავალ ისლათუესელამს. რით გამოიჩათქავს ზოგჯერ შეიძლება მისვაკი გამოიყენო, ზოგჯერ შეიძლება კბილის ჯაგრისი გამოიყენო, რითაც საშუალება გექნება, რასაც ნახავ, იმით მოწესრიგდები და ისე წახვალ. ანუ ერთი სიტყვით ჯუმაზე მოწესრიგებული უნდა წავიდეს მუსლიმი. ჰადისი გადმოცემულია იმამ ტაბერანის მეჯმუ' ზევაიჯში. კიდევ ერთი ჰადისი عن أبي أمامة رضي الله عنه عن النبي صلى الله عليه وسلم قال أبو أمامة قد مقسم سرم الله الشوم والمتقوى إن الغسل يوم الجمعة ليصل الخطايا من أصول الشعر الاستلال وجولات جمعة غيس بناو بيت تميس زيري بدان გაეცლება ადამიანს სოდვები და შეცდომები. ანუ ეპატიება, როდესაც ის ჯუმა დღეს ადგება და იბანავებს თავს მოიწესრიგებს. როდესაც ამას ყურადღებას მიაქცევს. ამის მიმართ იქნება გულმოდგინე. მას სოდვები ეპატიება. ესეც იმამ ტაბერანის მიერ გადმოცემული ჰადისია. კიდევ ერთი ჰადისი, عن أبي هريرة رضي الله عنه قال أبو هريرة გადმოგცემს. قال النبي صلى الله عليه وسلم الله الشوم والمتقوى إذا كان يوم الجمعة رودسات دادجبا جمعة غير وقفت الملائكة على باب المسجد أنجلوزبي مچتيس كارتان داسخدبيان يكتبون الأول فالأول ისინი ჩასწერენ თავიანთ დავთრებში პირველ მოსულებს პირველად ეს მოვიდა შემდგომ ეს მოვიდა შემდგომ ეს მოვიდა ასეთნაირად ومثل المهجر كمثل الذي يهدي بدنة პირველად ადრე მოსულის მაგალითი გავს იმ ადამიანის მაგალითს რომელმაც აკლემი გაიღო მოწყალებად ثم كالذي يهدي بقرة შემდგომ მოსულის მდგომარეობა ვინც ძროხა გაიღო მოწყალებად იმის მდგომარეობას გავს ثم كبشن შემდგომ ვინც სხვარი გაიღო მოწყალებად ثم دجاجة შემდგომ ვინც ქათამი გაიღო მოწყალებად შემდგომ მომსვლელის მდგომარეობა ثم بيضة შემდგომ მომსვლელის ამის შემდეგ უკვე მომსვლელთა მდგომარეობა გავს იმათ მდგომარეობას რომლებმაც კვერცხი გაიღეს თითო კვერცხი გაიღეს იმ დღეს მოწყალებად فإذا خرج الإمام როდესაც იმამი ხუტბას მინბერზე ავა ხუტბას ასაკითხად ამ შემთხვევაში რა ხდება قَوْ صُحُوفَهُمْ ეს ანგელოზები თავიანთ ამ დავთრებს დაკეცავენ وَيَسْتَمِعُونَ الذِّكْرَ და უსმენენ შეგონებას ნასიხათს ვაის უსმენენ ნახეთ ხუტბის დროს ანგელოზებიც კი აღარ წერენ მოსმენით არიან დაკავებული
ხუთბის შემდგომ ან ხუთბის კითხვის დროს მომსვლელი იმ სიაში ვეღარ ხდება უკვე. იმ განსაკუთრებულ გამორჩეულ ხალხის სიაში, რომლებიც რომ ამდენი მოწყალების მადლს იმსახურებენ, იმ სიაში ისინი ვეღარ ხდებიან, იმიტომ რომ ანგელოზებს იქ ჩასაწერად აღარ ცალიან. დახურეს თავიანთი დავთრები და ხუთბას უსმენთ. ჰადისი გადმოცემულია იმამ ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულში. عن زيد بن أبو مريم رحمه الله تعالى عنه قال زيد بن أبو مريم كما قال يقول الله مسكان قد بكسمشم لحقني عبادة ابن رفاعة ابن رافع رحمه الله ارتغس رفاعة بن رافع أي شمختك زش وأنا ماشي دم أندروس بخت ميوديودي إلى الجمعة جمعة ميوديودي بخت دارت خنيت أنا كلمي فقال ده من متخرا أبشر سما خروبلوشن جي خرودس فإن خطاك هذه في سبيل الله إس شني قولي نبيجي الله إز غزازة قدد قمول نبيجات يتفلبا الله إز غزازة قدد قمول نبيج كان ساكوتربولي نشنلو باكس إسلاميست terminologiyაში როდესაც ეს ითქმება ალლაჰის გზაზე, აქ იგულისხმება ალლაჰის გზაზე მებრძოლად. როგორც ალლაჰის გზაზე მებრძოლის გადადგმული ნაბიჯი, ისეთი არის შენი ეს გადადგმული ნაბიჯიო. سمعت أبا عباس رضي الله عنه يقول رادغانات მე გავიგონე აბუ აბასის სიტყვები, რომელიც ამბობდა قال رسول الله عليه الصلاة والسلام ალლაჰის შუა მავალმა თქვა من اغبرت قدماه في سبيل الله فهما حرام على النار ვისი ფეხიც ალლაჰის გზაზე მტვერში გაეხბება ის ფეხები იმ ფეხებისთვის ჯეჰენემის ცეცხლი ჰარამია. ანუ გზაზე როდესაც მივდივართ, ხომ მტვერი ედება ჩვენს ფეხსაცმელს. ეს იგულისხმება. ანუ ალლაჰის გზაზე ვისი ფეხიც მტვერში გაეხბება ის ფეხები ჯეჰენემის ცეცხლისთვის ჰარამია. მე ეს შუამავლის გამაქვს გაგონილიო, თქვა აბუ აბასმა, ყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ თირმიზის საჰიჰ ჰადისთა კრებულში. عن أوس ابن أوس الثقفي رضي الله عنه قال أوس بن الأوس الثقفي قد مكتب سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول ما قاويقون الله شو ما ولي أنبضا من غسل يوم الجمعة واغتسل ثم بكر وابتكر ومشي وينس جمعة غس إبانا وكارغات كسبتاودا და შემდგომ ფეხით წავიდა ჯუმაზე. ولم يركب და ცხენზე ან ახლებზე არ შემჯდარა. ودنا من الإمام და ეცადა იმამთან ახლოს დამჯდარიყო. فاستمع და მოусმინა მას. ولم يلغو და ფუჭად არ დაკავებულა. ანუ კენჭებით არ გაერთო, ან გვერდით ყოფს არ უთხრა რომ გაჩუმდი იმამს მოусმინე, ან ჩვენ სიტუაციაში თუ გადმოვიტანთ ტელეფონით არ ითამაშა, გვერდზე ყოფს არ ესაუბრა და ასე შემდეგ. ანუ ფუჭად არ დაკავდა ფუჭის აქციებით. მოусმინა ბოლომდე იმამს, كان له بكل خطوة عمل سنة أجر صيامها وقيامها. მას ამ დღეს სახლიდან ჯუმაზე მოსვლამდე გადადგმულ ყოველ ნაბიჯზე თითო წელი მარხვისა და ლოცვის მადლი დაეწერება. حديث قد متسموليا إمام أحمد مسندش عن أبي لبابة بن عبد المنذر رضي الله عنه قال قال النبي صلى الله عليه وسلم أبو لبابة عبد المنذر قد مكسمسرم الله الشوم والمتكوى إن يوم الجمعة سيد الأيام دغيبز شوريس قويلازي غامور چهول زوير پاسي جمعة دغيارس وأعظمها عند الله دا إس الله سينا شيخ ولا زوير پاسيا وهو أعظم عند الله من يوم الضحى أو يوم الأضحى ويوم الفطر دا إس دغي جمعة دغي الله سينا شيخ قربان بايراميس رمضان بايراميس دغي بزت سوبر زوير پاسياريس وفيه 5 خلال دا ماسشي خوتي رامي أخاصيات خوتي نشنت خوتي رامي გამოირჩევა ეს დღეები. خلق الله فيه آدم ამ დღეს ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ آدم علیه السلام გააჩინა. وهبط الله به
فيه آدم إلى الأرض და ამ დღეს ალლაჰმა ადამი დედამიწაზე ჩამოუშვა. وفيه توفى الله آدم და ასევე ამ დღეს آدم عليه السلام ალლაჰმა მოაკვდინა. وفيه ساعة لا يسأل الله فيها العبد شيئا إلا أعطاه და ამ დღეს არსებობს საათი, ანუ დროის მონაკვეთი, რომელშიც ვინც ალლაჰს რამე შეევედრება, ის აუცილებლად ყაბული გახდება. აუცილებლად მისცემს ალლაჰ იმას თავისავე რასაც ევედრება. ما لم يسأل حراما თუ კი ის ალლაჰს ჰარამ რამეს არ ევედრება. ანუ თუ ჰარამს შეევედრება, ისეთ რამეს შეევედრება, რასაც არ იმსახურებს, რაც ჰარამია მისთვის, ამ შემთხვევაში ალლაჰი რა თქმა უნდა არ იყაბულებს და ჰარამის გარდა, ანუ ჰალალს რასაც შეევედრება, აუცილებლად მისცემს ალლაჰი, თუ კი ამ საათს დაამთხვევს თავის ვედრებასო. وفيه تقوم الساعة და ამ დღეს, ჯუმა დღეს იქნება ქვეყნიერების დაქცევა, ანუ ყიამეთი. ما من ملك مقرب ولا سماء ولا أرض ولا رياح ولا جبال ولا بحر إلا وهن يشفقن من يوم الجمعة და ჯუმა დღეს ანგელოზებით, ზეცის კვიდრნიც, დედამიწის კვიდრნიც, ზღვაც და სულ ყველაფერი ამ დღეს შიშობს, შიშით არის შეპყრობილი, რომ ჯუმა დღეს ყიამეთი არ დღეს ხომ არ იქნებაო. ანუ მოლოდინში არიან და ამის შიში აქვს, რადგან მათ იციან, რომ ყიამეთი იქნება ჯუმა დღეს. მაგრამ რომელ ჯუმას ეს არ ვიცი. ამიტომ მათ ყოველთვის ამის შიში აქვს. حديث გადმოგცემს იბნი მაჯე. კიდევ ერთი ჰადისი. عن أبي هريرة رضي الله عنه أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال أبو هريرة გადმოგცემს კიდევ რომ ალლაჰი შუამავალ თქვა لا تطلع الشمس ولا تغرب على يوم أفضل من يوم الجمعة جمعة დღეზე უფრო ძვირფასზე არც ერთ დღეზე მზე არ ამოსულა და არ ჩასულო. وما من دابة إلا وهي تفزع يوم الجمعة إلا هذين اثنين الجن والإنس და არ არსებობს სულიერი, რომელსაც ამ დღეს შიში არ ჰქონდეს, ამ დღეს გული არ უსკდებოდეს. ისეთი სულიერი არსება არ არსებობს, გარდა ადამიანისა და ჯინისა. ადამიანი და ჯინი იმდენად უგულისხუროა, იმდენად გულმავიწყია, იმდენად დიდ ნიშნულობას არ ანიჭებს და არაფრად თვლის, რომ მათ არ ეშინიან ამ დღეს. დანარჩენ ყველაფერს ამ დღისა ეშინია, რომ ნეტავ დღეს ხომ არ იქნება ყიამეთი. ეს ჰადისიც იბნი ჰიბბანის მიერ არის გადმოცემული. კიდევ ერთი ჰადისი. عن أبي سعيد الخدري رضي الله عنه وأبي هريرة رضي الله عنهما. أبو سعيد الخدري და أبو هريرة ეს ორი საჰაბე გადმოგცემენ რომ أن رسول الله صلى الله عليه وسلم قال რომ ალლაჰი შუამავალმა თქვა إن في الجمعة ساعة لا يوافقها عبد مسلم يسأل الله عز وجل فيها إلا أعطاه إياه. უეჭველად ჯუმა დღეს არის დროის მონაკვეთი, ისეთი დროის მონაკვეთი, რომელშიც თუ კი მუსლიმი ალლაჰს შეევედრება, მას ეს აუცილებლად მიეცემა, რაც შეევედრა ალლაჰს. وهي بعد العصر და ეს დროის მონაკვეთი იქინდის მერე არისო. ამბობს შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ, ჰადისი გადმოცემულია იმამი აჰმედის მუსნედში. وعن أبي موسى الأشعري رضي الله عنه قال და კიდევ აბუ მუსა ალ-აშარი გადმოგცემს რომ قال سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول მე გავიგონე ალლაჰის შუამავლისგან რომ ამბობდა هي ما بين أن يجلس الإمام إلى أن تقضى الصلاة. მე გავიგონე შუამავალი ამბობდა რომ ეს დროის მონაკვეთი, როდესაც დუა ყაბული ხდება, იმამი რომ ხუტბაზე მინბერზე ავა და დაჯდება, იქიდან ლოცვის დამთავრებამდე არსებული დროის მონაკვეთია. ამ ჰადისს გადმოგცემს იმამი მუსლიმი. ამ თემასთან დაკავშირებით თუ როდის არის ეს კონკრეტულად ეს დროის მონაკვეთი, რამდენიმე სხვადასხვა ვერსია არსებობს, როგორც ყადირის ღამესთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვერსიები. აქედან გამომდინარე, ჩვენ
ხვდებით რომ ეს საათი რაფერს ყადირის ღამის არსებობის არეალი არის დაფარული და გასაიდუმლოებული, ისე ჯუმა დღის ეს საათიც გასაიდუმლოებულია. ამიტომ მთელი დღის განმავლობაში მორწმუნემ ლოცვა ვედრებაში უნდა გაატაროს ჯუმა დღე, რომ იქნებ ამ დღეს დაემთხვას მისი ვედრება. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ გვიწყალობოს, ჩვენზე მოიღოს ის წყალობა, რომ ჩვენი ვედრება ამ დროის მონაკვეთს დაემთხვას და ყაბული იყოს ჩვენი გამჩენის წინაშე. Walhamdulillahi rabbil alamin. والصلاة والسلام على رسولنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين.